გლობალური ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების ბოლო წლების მონაცემებით ლაზერულ ეპილაციაზე, კოსმეტოლოგიურ პროცედურებსა და ინიექციურ თერაპიებზე მოთხოვნა ყოველწლიურად საშუალოდ 11%-ით იზრდება, რაც უპირველესად ტექნოლოგიური პროგრესით არის გამტირობებული. თანამედროვე პრაქტიკაში ყველაზე დიდი ყურადღება ბუნებრივი ესთეტიკის შენარჩუნებას და პერსონალიზებულ მიდგომას ექცევა. პაციენტები აღარ ითხოვენ რადიკალურ ცვლილებებს და უპირატესობას ანიჭებენ ჯანსაღი, ახალგაზრდული იერის დაბრუნებას, რის გამოც ინიექციური კოსმეტოლოგია განსაკუთრებულ პიკს განიცდის. რაც შეეხება სტანდარტებს, ინდუსტრიის უმთავრესი მოთხოვნა მაქსიმალური უსაფრთხოება. საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლები მკაცრად მოითხოვს, რომ პროცედურები ჩატარდეს მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალის მიერ, ხოლო გამოყენებული ლაზერული სისტემები თუ საინიექციო პრეპარატები აუცილებლად ფლობდეს ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს დამადასტურებელ სერტიფიკატებს, როგორც არის ამერიკული სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დასტური ან ევროპული CE მარკირება. ეს გლობალური ტენდენციები და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომები ქართულ რეალობაზეც აისახება, რის მაგალითიც არის კომპანია Soft Aesthetics. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე თვე არაც ოპერირებს, როგორც კომპანიაში ამბობენ, პროფესიონალიზმით მაღალი ხარისხით და პაციენტებზე მორგებული, ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომით უკვე შეძლეს მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობის გაერთიანება. Soft Aesthetics გუნდი ქართულ პაციენტებს სწორედ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სერვისებს თავაზობს, რომელთა არასრული ჩამონათვალით ლაზერულ ეპილაციას, სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებსა და ინიექციურ კოსმეტოლოგიას მოიცავს. როგორ ვითარდება Soft Aesthetics და როგორია სხვადასხვა პროცედურაზე მოთხოვნა, საუბარს უკვე ლიკა ღოღობერიძესთან, Soft Aesthetics დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. ლიკა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ლიკა, იქამდე სანამ ვისაუბრებდეთ უშუალოდ Soft Aesthetics-ზე, ამ წამოწყებაზე, მინდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ცოდნაზე, რაც ამ სფეროში გაქვთ დაგროვილი, იმიტომ რომ შესავალშიც ვახსენე, რომ თანამედროვე ტენდენცია უკვე ასეთია, რომ მომხმარებელი განსაკუთრებით აკვირდება თუ ვინ ატარებს პროცედურას და აკვირდება იმას, თუ რამდენად პროფესიონალია ეს ადამიანი, რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც დარგშია დღეს დაწესებული. კი ბატონო, ანუ მე თვითონ გახლავთ პლასტიკური ქირურგი, დერმატოკოსმეტოლოგი. არ მიმუშავია ქირურგიაში, რა თქმა უნდა, მაგრამ გავაგრძელეთ ჩემი საქმიანობა კოსმეტოლოგიაში. სახელმწიფოს მიერ აღიარებული როგორც კოსმეტოლოგი, ასე ლაზეროთერაპევტი გახლავართ და რა თქმა უნდა მენტორიც. და პრაქტიკული გამოცდილებაც გაქვთ უდიდესი. რა თქმა უნდა, ანუ 6-დან 8 წლამ, ანუ 6 წელი არის ოფიციალური, რაც ახლა ვარსებობ, ასე ვთქვათ, ამ სფეროში. ისე სადღაც 7 წელი. როგორ გაჩნდა უკვე Soft Aesthetics ისტორია და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენ და თანადამფუძნებლებმა, რომ შეგექმნათ უკვე სივრცე, სადაც ყველა იმ სერვისს გაერთიანებდით, რაც შესავალშიც ვახსენე. ერთი სიტყვით ყოველთვის მინდოდა მე რაღაცა მქონოდა ჩემი. აი სულ მქონდა ეგ ამბიცია. როგორც გამოჩნდა, ანუ ესეთი გუნდური სურვილი, აი ესე უცებ ექსპრომტად ეს გადავწყვეტეთ. და საკმაოდ კარგად გამოგვდის. რა პროცესი იყო ამ იდეაზე მუშაობა? მათ შორის იქ ვიცით, რომ საჭიროა დანადგარები, საკმაოდ მაღალტექნოლოგიური, საჭიროა გუნდი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს. აი რა პროცესი იყო ამ იდეის უკვე განხორციელება? პირველი რაც გავაკეთეთ, ეს ეგრევე ვთქვით, რომ მოდი ვიყიდოთ აპარატი. შევიძინეთ აპარატი, მერე უცებ აღმოჩნდა ეს ჩვენი სივრცე, გამოჩნდა, ასე ვთქვათ. და სადღაც ერთ თვეში, ანუ გაკეთდა ყველაფერი ერთიანი ძალებით. ანუ ყველაფერი აი ესე წერტილმძიმედ დავიწყეთ 4-ვემ ერთად. და თქვენ თავარი ის არის, რომ თქვენ თავად ხართ, როგორც ვიცი, ჩართული ყველა პროცესში, ხო? მათ შორის სერვისების ნაწილშიც. კი ბატონო, ანუ როგორც კოსმეტოლოგი ვარ, ისე ვარ ლაზეროთერაპევტი. ჩემი თანამშრომლების, ანუ ანალოგიურად, 3 სპეციალისტი ვარ და ერთ-ერთი დამფუძნებელი არის, რომელიც ადმინისტრაციას ეძღვნება. კიდე ყავს, ანუ დავამატეთ ახლა თმის ბოტოქსი. შეჭრა არ გვაქვს. ერთადერთი, ანუ არის თმის მოვლა. ხო. ანუ ამ ეტაპზე ხო რა თქმა უნდა ინიექციებიც. ხო ეს უპირველეს ყოვლისა ხო. ხო, მოკლედ სერვისები ჩამოთვალოთ მაშინ, ხო? პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა აუცილებლად ვისაუბროთ იმ მოთხოვნაზე, რაც გაჩნდა მე უკვე ბაზარზე Soft Aesthetics-იდან გამომდინარე.
ხო. ანუ პროცესები გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად. დროებით ახლა რაღაცეების ის რა ქვია? დალაგება, ასე ვთქვათ, ხო და დანარჩენი ანუ ყველაფერი აბსოლუტურად, ანუ თმის შეჭრის გარდა. ეს არის კოსმეტოლოგია, როგორც კლასიკური, ისე ინექციური, რა თქმა უნდა, დიოდური ეპილაცია, თმის ბოტოქსი, ყველაფერი, ანუ რაც მასაჟიც და ასე შემდეგ, მასაჟის სახის მხოლოდ. აჰა. შვენიერი და ლიკა, რამდენად გაჩნდა მოთხოვნა? თორემ ძალიან ცოტა ხანია რაც ბაზარზე ოპერირებს ხომ კომპანია და როგორც ვიცი, უკვე მომხმარებლებს არ უჩივით. კი ბატონო, ანუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ დამწყებები, ამიტომაც გაგვიმარტივდა ეგ ყველაფერი. თან რა თქმა უნდა განვითარება გვჭირდება, აქ ორი აზრი არ არსებობს, ხო? ამიტომ მივდივართ წინ და საკმაოდ კმაყოფილი პაციენტები გვყავს. ანუ ყველას მოსაწონი ვერ იქნები ყოველთვის, მაგრამ ძირითადად ანუ უფრო რა თქმა უნდა კმაყოფილი პაციენტები ვართ სავსე. ლიკა, თქვენ ახსენეთ დანადგარებებს, ხო? რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს ხარისხს ამ დანადგარების თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ ნაწილში? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი კონკურენცია განმეორდები. რაღაცა უნდა შესთავაზო პაციენტს ისეთი, რაც სხვას არ აქვს. ანუ აპარატი გვაქვს გერმანული, ორიგინალი, რომელიც არის სამედიცინო დატვირთვით, ანუ უსაფრთხოა. როგორც შეიძლება დაუშვათ პატარებში გაკეთდეს, ანუ 7 და 8 წლიდან, მაგრამ რასაც არ ვაკეთებთ, მაინც როგორც არის საჭირო, ხო. ანუ სტატისტიკურად არ არის დამტკიცებული, რომ რაღაცა შეიძლება ამან დაუშალოს, ხო, პაციენტს, მაგრამ მაინც ყოველთვის უსაფრთხოება ჯობია და ვაკეთებთ, ანუ როგორც წესი და რიგია. დიახ, ანუ ვისაც ვენები აწუხებს, დაუშვათ ვარიკოზული პრობლემები აქვს, იმათთან უსაფრთხოა აბსოლუტურად არც ტკივილს იწვევს და არც რაღაცა შემდგომ სიმპტომებს. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ ასევე, რომ ინექციური პროცედურებიც არის თქვენი ერთ-ერთი მიმართულება. შესაბამისად, აქ ყველაზე მთავარი არის პრეპარატების სანდოობა, ხო, იმიტომ რომ როგორც თავადაც აღნიშნეთ, ძალიან დიდი კონკურენცია ბაზარზე. დღეს თითქმის ყველა ესთეტიკური ცენტრი ინექციურ პროცედურებსაც თავაზობს, ხო, მომხმარებელს და ჯერჯერობით არ ხდება ბაზარზე ისეთი კონტროლი, როგორიც საჭიროა რომ ხდებოდეს. ამიტომ აქ საინტერესოა რა არის ის პრეპარატები და რამდენად სანდოა ის პრეპარატები, რასაც კომპანია იყენებს. კი ბატონო, ჩვენ ყურადღებას აქცევთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე. ჩვენთან მუშაობს 2 ინექციონისტი, საკმაოდ გამოცდილი, ორივე სახელმწიფოს მიერ აღიარებულები არიან ისინიც, სულ მოგზაურობენ სულ ტრენინგებზე და ასე შემდეგ. აუცილებლად ვიყენებთ ევროპულ პროდუქტს. როგორც ინექციებში, ასევე კლასიკურში. იქაც ანუ ევროპული ხარისხია და რაღაც ნაწილობრივი კლასიკურზე ვიძახი არის ისრაელის პროდუქტი. ანუ ყველანაირად უსაფრთხო. ლიკა, ბაზარმა რა აჩვენა? განსაკუთრებით რა პროცედურებზეა მოთხოვნა? იცით რა არის? ეხლა ჩვენთან არის თითქოს თანაბარი ყველაფერი, იცით, იმიტომ რომ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ მართლა მაღალ დონეზე ვმუშაობთ. ამიტომ როგორც დიოდზეა, ისევე არის დაუშვათ კლასიკურზეც, ისევე არის ინექციებზეც. ანუ არა აქვს ამას რაღაცა უფრო მეტია, რაღაცა უფრო ნაკლებია. კი ბატონო, ანუ დიოდური ეპილაცია უფრო არის ახლა მით უმეტეს თინეიჯერებში, ახალგაზრდებში და ასე შემდეგ. და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ნემსით ეპილაციაც არის ერთ-ერთი დღევანდელ დღეს მოთხოვნადი. კი ბატონო. რომ შევაჯამოთ ოპერირების ის პერიოდი, რაც პირველად მიიღო მომხმარებელი soft aesthetics-მა, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს პერიოდი, რა ისწავლეთ აქ ყველაზე მთავარი ბიზნესის მართვის პროცესში, იმიტომ რომ ერთია ამ საქმეს აკეთებდა დიდხანს, თუმცა ამ შემდგომ უკვე ეს საქმე აქციო საკუთარ ბიზნესად და საკუთარ კომპანიადაც, ხო? აი ამ პროცესში რა არის ის ყველაზე მთავარი გამოცდილება, რაც დაგიგროვდოთ და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს წამოწყება თქვენთვის? იცით რა არის? ჩვენთან იმდენად არის გუნდური მუშაობა,
რომ ჯერ პირველ რიგში ნდობა ერთმანეთის. ეს არის უპირველეს ყოვლისა, თუ ნდობა არ არის, არ გამოვა არაფერი. კი ბატონო, რასაც ახლა მე ვერ გავაკეთებ, გააკეთებს ჩემი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი. ის რაღაცას ვერ გააკეთებს, ანუ მესამე ჩაერთვება, ანუ აი ესე გუნდურად ყველაფერს ძალიან კარგად ვუწყობთ და იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გავაკეთეთ, რომ ჩვენი კი ბატონო. ლიკა, მინდა გითხოთ ბაზარზე არსებული მდგომარეობაც, ხო, ჩვენ ვისაუბრეთ რაღაც ერთი მხრივ ამ ნაწილზეც, რომ საკმაოდ გაჯერდა ბაზარი, ხო? არაერთი ესთეტიკური ცენტრი გაჩნდა და მინდა გითხოთ თქვენ შეფასებით როგორ ვითარდება დღეს ეს დარგი საქართველოში და ასევე საინტერესოა მომხმარებელს მივცეთ რჩევები, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც ირჩევენ ესთეტიკურ ცენტრს. იმის გამო რომ მე უკვე არ გახდნენ სხვერპლის სხვადასხვა არასაჭირო პროცედურების. იცით რა არის? მაინც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რამდენად გამოცდილია თვითონ სპეციალისტი. შეიძლება სულაც არ კონდეს დიოდის შემთხვევაში, დიოდური ეპილაციის შემთხვევაში, სამედიცინო განათლებით, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება კონდეს ამ სფეროში. ამიტომ მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ არასდროს როგორ გეკადრებათ. უბრალოდ უფრო მეტი გამოცდილება ჭირდება. კი ბატონო, ამ სფეროს აუცილებლად, კი ბატონო. ანუ აი ნახეთ, სახელმწიფოს მიერ აღიარება ჩვენ იმაში გვეხმარება, რომ ვსწავლობთ თითქმის, ანუ პატარა ექიმები გამოდიან, თქო ვიძახი, იმიტომ რომ იქ გადიხარ კანს, იქ გადიხარ კანის დაავადებებს, თმას, თმის სტრუქტურას და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მიიღოს ზუსტად აი სახელმწიფოს აუცილებლად, იმიტომ რომ მაინც გადამზადებული ხარ და ანუ არა ხარ რაღაცა ნასწავლი ისე. 2 დღის. თვითნასწავლი. დოდასია. ლიკა, ბოლოს მინდა გითხოთ გეგმებიც. soft aesthetics რა არის ის გეგმები, რასაც აპირებთ რომ განახორციელოთ უკვე მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც ახსენეთ, პირველი ფილიალი და პირველი ჩანაფიქრი აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული. იცით რა, მარიამ, ისე კარგად მიდის საქმე, ამას ჩვენ თვითონაც არ ველოდით. უკვე ვეღარ ვეტევით. გაფართოების საჭიროება აუცილებლად, კი ბატონო, ვერ ვეტევით. ანუ ახლა უკვე გვჭირდება ახალი აპარატი, მეორე აპარატი. აი, შევიძენთ ძალიან მალე. ეს მოთხოვნები საიდან ჩნდება? ერთად მომხმარებლებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი იწერება, უბრალოდ არ ვაქვეყნებთ, ახლა ისე რაღაცა მცირედი გამოვაქვეყნეთ, თორე ისე, ანუ არ გადის დღე, რომ არ მომწეროს რომელიმე, რომ აი ლიკა რაღაცა სასწაულია, არ გამიპარსიათ რაღაცა უნდა გვარი. ეს რა საოცრებაა და ასე შემდეგ. ანუ მოსწონთ და ყველაზე მთავარი ეგ არის. კი ბატონო, როდის უნდა გველოდოთ უკვე გაფართოებულ soft aesthetics? აუცილებლად გაგაგებინებთ პირველ რიგში თქვენ. ლიკა, მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები კომპანიას, წარმატებები თქვენს თითოეულ თანადამფუძნებელს და მოკლედ გველოდებით სიახლეებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლიკა ღოღობერიძე soft aesthetics-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.